Can you see by the dawn's early light? ამერიკის მე-11 პრეზიდენტი ჯეიმს პოლკი. უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თქვენ თვითონ მიხვდებით შემდეგ თხრობის დროს რატომ აფასებენ ამერიკელები ესე ჯეიმს პოლკს. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი ვიდეოები არ არის ცხადია რაღაცა ისტორიული კვლევა, პრეტენზია არ აქვს ღრმა ისტორიულ ანალიზზე, უბრალოდ გახსენებთ ძალიან საინტერესო ამბებს, საინტერესო ხალხს. ვცდილობთ ისეთი საინტერესო მომენტები ვიპოვოთ მათ ცხოვრებაში, აქცენტი გავაკეთოთ, რომ თქვენ დაინტერესდეთ. არის უამრავი ხალხი, ვინც ჩვენზე მეტი და უკეთესი იცით, მაგრამ არის ხალხი, რომელმაც ეს არ იცის და დაინტერესდებით და უამრავი ზღვა მასალა არის ხელმისაწვდომი და ძალიან საინტერესო. ბევრი რამის გაგებისათვის, დღევანდელობის გაგებისათვის, დღევანდელი პროცესების და იმის გაგებისათვის, თუ რეალურად რა არის დღევანდელი მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა ამერიკა. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემაზე ამერიკის მე-11 პრეზიდენტი ჯეიმს პოლკი. პოლკი პლანტატორების ოჯახიდან არის. 10 და-ძმა იყვნენ, 10 შვილი ყავდათ მათ მშობლებს. პრესვიტერიანელები ტენესის შტატში დასახლდნენ, მონათმფლობელები და უნდა გითხრათ, რომ ესეთი პოლიტიკური გზა გაიარა, საკმაოდ დიდი გამოცდილებით მივიდა პრეზიდენტობამდე. ის იყო მე-13 სპიკერი პალატისა, იგი იყო მე-9 გუბერნატორი ტენესის შტატისა და რაც თავია იყო პროტეჟე ანდრიუ ჯექსონისა. ამერიკის პრეზიდენტისა, რომელიც ძალიან მოწონდა ეს ახალგაზრდა კაცი, პოლკზე ამბობდნენ, რომ ის არის ჯექსონიანი დისციპლინა, ანუ ჯექსონიანი ნური დისციპლინა ახასიათებს მათ და მართლაც შრომის მოყვარეობით და უკაითობით ძალიან გამოირჩეოდა და მე დაინახავთ, აი სწორედ ანდრიუ ჯექსონის ზურგით და მხარდაჭერით იკვლევდა ეს პოლიტიკაში გზას და მივიდა იქამდე, რომ პრეზიდენტად აირჩიეს. ჯეიმს პოლკი ამერიკის პრეზიდენტი იყო 45,859 წლებში. აქაც უნდა შეხედოთ ამას და კარგად გაიაზროთ, რომ აი 59 წლამდე უნდა უკვე მოვედით, ნახევარმა საუკუნე გაიარა. კიდევ მეტმა, იმიტომ რომ უბრალოდ დაიწყო ვაშინგტონი პირველი პრეზიდენტი ადრე გახდა და ეს უკვე მე-11 პრეზიდენტია. მე-11 პრეზიდენტი გამოცვალა ამერიკის ქვეყანამ, მაშინ როდესაც მსოფლიოში ჯერ კიდევ მონარქები არიან, ბევრი დიქტატორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი როგორ შენდებოდა რეალურად ამერიკა. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს. აი როგორ როდესაც პოლკი მივიდა პრეზიდენტობის კამპანიამდე, იგი იყო იგულისხმებოდა როგორც ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი კანდიდატის. და მაშინდელი პარტიულ ხდომაზე, დემოკრატიულ პარტიულ ხდომა განსხვავებულად ტარდებოდა ვიდრე დღევანდელი. დღევანდელ პარტიულ კონგრესზე როცა მიდიან, პრაქტიკულად ყველაფერი ნათელია, წინასწარ მომზადებულია, გადაწყვეტილია და უფრო გაფორმებას და ასე ვთქვათ ხალხისთვის გაცნობას ემსახურება დღევანდელი კონგრესები, მაგრამ მაშინ კონგრესს ჰქონდა რეალური სამუშაო დატვირთვა. და კონგრესი იყო ის ადგილი, სადაც რეალურად წყდებოდა კანდიდატობის და წარმომადგენლობის საქმეები და ამ კონგრესზე დემოკრატები ისე მივიდნენ, ეს იყო 1854 წელი, როდესაც ლიდერები იყვნენ დებიურენი, ყოფილი პრეზიდენტი და მისი ვიცე-პრეზიდენტი, მისი მეგობარი და ბოლომდე ეს იყო, მაგრამ თვითონ კონგრესის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა საკითხების განხილვა მოხდა და საკითხების განხილვისას ხდებოდა მხარდამჭერების გადალაგებაც, ასე ვთქვათ, და გადამწყვეტი საკითხი აღმოჩნდა ტეხასის, როგორც გნებავთ, ანექსიის საკითხი, მაშინ იდგა ეს მომენტი ძალიან მწვავედ და დებიურენი სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამისი ამბობდა, რომ არ არის საჭირო ახლა დრო არ არის მაგისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და პოლკმა სრულად ცხადად გამოხატა მხარდაჭერა და თქვა, რომ საჭიროა ახალი ტერიტორიების შემოერთება. საერთოდ გამოჩნდება ეს მერე, რომ პოლკის პრეზიდენტობას ხაზად გასდევს, ასე ვთქვათ, აი ტერიტორიების გაფორმება და დალაგება ამერიკის საზღვრების და აი ამ საკითხმა გადაძალა და ისე აღმოჩნდა, რომ პოლკი და მისი ვიცე-პრეზიდენტი დალასი, სხვათა შორის ეს ის დალასია, ვისი სახელით დაერქვა შემდეგ ტეხასურ ქალაქს დალას
აღმოჩნდნენ დემოკრატიული პარტიის ნომინანტები ძირითად general elections-ზე, ძირითად არჩევნებზე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ასევე კანდიდატი იყო მოქმედი პრეზიდენტი ტეილორი, რომელზეც წინა გადაცემაში მოგიყევით. ისიც იყო ჩართული როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს უკვე დემოკრატიული კონვენციის შემდეგ, მაგრამ ტეილორმა შუა საარჩევნო კამპანიის დროს მოხსნა თავის კანდიდატურა და მთლიანად დაუჭირა მხარი პოლკს და სხვათა შორის დიდი წვლილი შეიტანა მის გამარჯვებაში. პოლკი, როდესაც მოდიოდა არჩევნებზე, მან პირობა დადო, რომ იქნებოდა ერთვადიანი პრეზიდენტი, ანუ 4 წლის გავლის მერე ხელახლა არ ეცდებოდა გადარჩევას, რაც ძალიან უცნაური იყო იმ დროისათვის, ასე ვთქვათ, დაიფიცა ამ კაცმა და ასევე დააყენა 4 საკითხი, რომელსაც აუცილებლად შეუსრულებდა და შემდეგ თხრობისას მიხვდებით, რატო ესე ხას უსვამდა აქცენტირებას ვაკეთებ ამას. ეს 4 პირობა იყო, რომ მოაგვარებდა ამ არეულ სისტემას ამერიკულ ბანკებთან დაკავშირებით, შეამცირებდა ტარიფებს, აუცილებლად გაარკვევდა საზღვრის საქმეს ორეგონის საქმეს, მაშინ ორეგონის ტერიტორიას ერთად ფლობდნენ ინგლისი და ამერიკა და აუცილებლად გაარკვევდა საქმეებს მექსიკასთან. და ასევე მეხუთე, რომელიც არ შედიოდა მის 4 პირობაში, რომ იქნებოდა ერთვადიანი პრეზიდენტი. და უნდა გითხრათ, რომ დღემდე ესეა ცნობილი, რომ ერთ-ერთი პრეზიდენტი, რომელმაც პირობა დადო პირობების შეასრულა, სხვაებზე ამბობენ პოლიტიკოსებზე, რომ ისინი ოღონდ პირობებს დებენ და შემდეგ არასრულებენ, იყო პოლკი, რომელმაც მართლაც შეასრულა ყველა დადებული თავის პირობა, ეს 4 ძირითადი პირობა და მოგიყვებით ახლა როგორ მოახერხა ეს. აი მივყვეთ თანმიმდევრობით ამ პირობებს, ტარიფების შემცირება პირველივე დღიდან პოლკმა, ესე იგი, ჯერ დეკრეტებით, შემდეგ კონგრესში გაიტანა და ყველანაირად მიაღწია იმას, რომ ტარიფები მართლაც შემცირდა რეალურად და ეკონომიკას ეს მაშინვე დაეტყო. გაარკვია ბანკის სიტუაცია, ანუ აღადგინა დამოუკიდებელი ხაზინა ფედერალებისგან და საერთოდ ქვეყნის მმართველობისგან დამოუკიდებელი, იცით თქვენ, რომ ამერიკაში ესეც სისტემა მუშაობს და აი პოლკის დროს ეს დაფუძნდა საბოლოოდ. მანამდე იყო, რომ უნდა იყოს ნაციონალური ბანკი, უნდა იყოს ფედერალური ბანკი და ასე შემდეგ და პოლკმა გაატარა ეს ხაზი მკვეთრად და ძალიან ჯიუტად და შედგა independent treasury system, ანუ დამოუკიდებელი სახაზინო სისტემა. და ახლა გადავიდეთ ტერიტორიულ სიტუაციაზე. აი ეს ინგლისთან ძალიან დაძაბული ვითარება იყო, ორეგონის ვითარება უნდა გარკვეულიყო, მაგრამ მაშინ არც ინგლისს, არც ამერიკას რეალურად ომი არ აწყობდა, თუმცა კი ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ შეიძლება დაწყებულიყო სამხედრო დაპირისპირება და პოლკმა მოახერხა ბეწვის ხიდზე გავლა დიპლომატიური მცდელობებით, მოელაპარაკა ინგლისს და არა მარტო ინგლისს, არამედ კანადასთან დაიდო საბოლოოდ ორეგონის საქმეები გაირკვა და კანადასთან გაელო. ახლა ვინც უკაც დახედავს, ის სწორი ხაზი კანადასთან, რომელიც არის ამერიკის და კანადის საზღვრები, გავლებულია პოლკის დროს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ამერიკა-კანადის საზღვრები. და რჩებოდა ერთი დიდი საკითხი, ეს არის ტექსასის შემოერთება, ტექსასის დამკვიდრება ტექსასში, ამერიკული ძალისა და ურთიერთობების გარკვევა მექსიკასთან. და დაიწყო მექსიკა-ამერიკის ომი. ეს ძალიან ისეთი სერიოზული და ცალკე მოსაყოლი ამბავია. დიდი და საინტერესო თემაა, მაგრამ აქ ვიტყვი იმას შეკვეცილად, რაც ეხება პოლკს. ტეხასი საბოლოოდ შემოიმტკიცა, ამაზე არ გაჩერდა, შესთავაზა მექსიკას ფულადი კომპენსაცია კალიფორნიისათვის, ამაზე თავიდან უარი მიიღო და დაიწყო შეტაკება. მოახერხა ის, რომ გამოაცხადა მოხალისეების შეკრება, შეიკრიბა უზარმაზარი ჯარი, უზარმაზარი არა, სხვათა შორის საკმაოდ დიდი ჯარი, მაგრამ იმ ხელა არ აფხლათ მექსიკას ყავდა, მექსიკას ჩამოვარდებოდა რიცხობრივად ამერიკული ჯარი, მაგრამ უკეთესად შეიარაღებული და
უკეთესად ნასწავლი ხელმძღვანელები, გენერალები ყავდა, ამან შედეგი გამოიღო ომზე. გაიმართა ეს ომი, მექსიკა დამარცხდა ძალიან ასე კონსპექტურად ყვები, მექსიკო სიტი, ანუ მექსიკის დედაქალაქი აიღეს კიდეც და აიძულეს ფაქტიურად მექსიკა ხელი მოეწერა ახალ საზღვრებზე. ეს საზღვარი გავიდა ტეხასს დაემატა უზარმაზარი ტერიტორია, რიო გრანდემდე ჩავიდა საზღვარი და ამერიკამ შემოიმტკიცა ნიუ-მექსიკო, ნევადა და კალიფორნია. კალიფორნია მაშინ მექსიკის იყო. სხვათა შორის და გადაუხადეს კიდეც როგორც კომპენსაცია მცალთის არ დატოვეს მექსიკა 15 მილიონი ოქროს დოლარი, მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო, თუმცა თავიდან პოლკი თავაზობდა 30 მილიონს და რადგან ეს ომით მოიპოვა ეს ყველაფერი, ეს გადასახადი შეამცირა და ნახევარზე დათანხმება მოუწია მექსიკას და აი პოლკის დროს მოხდა ის, რომ ამერიკამ ფაქტიურად მიიღო მეტნაკლებად დღევანდელი ფორმები. შემოიმტკიცა ყველა მიწა და ამასობაში პოლკის პრეზიდენტობის ვადაც გავიდა. და წარმოიდგინეთ, მოდის შემდეგი არჩევნები, პოლკის ვადა თავდება და ეს არის ადამიანი, რომელმაც კანადასთან საზღვარი დადო, ორეგონის შემოიმტკიცა, ტეხასის საზღვარი გავიდა რიო გრანდეზე, კალიფორნია, ნიუ-მექსიკო, ნევადა, ეს ყველაფერი დაუმკვიდრა ამერიკას, როგორი იქნებოდა ამ მომჩურის დამოკიდებულება ამ პრეზიდენტამდე და ცხადია, თხოვნაზე იყო, რომ პოლკი დარჩენილი იყო შემდეგი ვადით და ცხადია პოლკს რო თანხმობა, ჯეიმს პოლკს რო თანხმობა ეთქვა, წინ არაფერი დაუდგებოდა და პრაქტიკულად არჩეული იყო, მაგრამ ჯეიმს პოლკი აღმოჩნდა სიტყვის კაცი, არ ვიცი რატომ ესე პრინციპულად დადგა ამ საკითხზე, სხვათა შორის წინათ გზნობაც გამოვიდა ეს კატეგორიული უარი თქვა, რომ ის ტყუილ დაპირებებს არ იძლევა, დამთავრდა მისი პრეზიდენტობა, მან გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო და ღირსეული იმედი აქვს, რომ ღირსეული ხალხი გადაიბარებს ამერიკას. და მართლაც აი ბოლომდე სხვათა შორის ამბობდნენ, რომ პოლკი იყო ერთ-ერთი ყველაზე შრომის უნარიანი პრეზიდენტი, ფაქტიურად არ ეძინა დღე-დღამეს სასწორებდა და ამან შედეგი გამოიღო უარყოფითი, როგორც კი პრეზიდენტობის პოსტი დატოვა, პოლკი პრაქტიკულად მაშინვე გახდა ავად და ძალიან მალე გარდაიცვალა. ახალგაზრდა სხვათა შორის ეს დამოუწდა მე ვთქვა იმ დროისათვის პოლკი იყო ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი, ის მხოლოდ 59 წლის იყო, როდესაც პრეზიდენტობა დაასრულა. აი ესეთი პრეზიდენტის მერე, ესეთი დანატოვრის მერე ძნელია ალბათ შეესაბამო შენ წინამორბედოს გააგრძელო პრეზიდენტობა და ამას ვნახავთ უკვე შემდეგ გადაცემაში დროებით.